მოედანზე გამოსასვლელად ისრაელის ნაკრების საშინაო ფორმა გახლავთ ლურჯი და აქედან გამომდინარე საქართველოს ნაკრები თამაშობს. მიმდინარეობა მისი გუნდის უпростоრად იყო გარკვეულწილად სიურპრიზი როგორც ქართველი გულშემატკივრისათვის და ასევე ჩვენი მეტოქისათვის ხორვატიის ნაკრებისათვის როგორც აღნიშნა კიდეც მატჩის შემდგომ მათმა მთავარმა მწვრთნელმა ისევ მარჯვენა ფრთიდან უტევენ ისრაელის ნაკრების ფეხბურთელები კიდევ ერთი შეტევა დარტყმა და რევილიშვილი ძალიან კარგად თამაშობს ამ ეპიზოდში ადგილზე დახვდა ბურთს სწორი პოზიცია ეკავა საქართველოს ნაკრების მეკარის და ისევ გააქტიურდა მაურ ბუზაგლო რომელიც ასე კიდევ ერთხელ შეიჭრა თავისი მარჯვენა ფლანგით ბურთს ისრაელის ნაკრების ფეხბურთელები ცდილობენ კიდევ ერთხელ გააქტიურონ ისევ მარჯვენა ფრთიდან მათი ერიში და ამჯერადაც კარგად თამაშობს მეკარე ნუკლირევილთა შემადგენლობაში ჩაწოდება საჯარიმოში ყურადღებით არის თამაში საჭირო და რევილიშვილმა გადაგვარჩინა ამ ეპიზოდში გაარტყა თავით მოახერხა რამი გერშონმა კარის მიმართულებით ბურთის გაგზავნა და კიდევ ერთი დარტყმის საშუალება მივეცით უკვე მეტისმეტია მე ვფიქრობ მესამე ხმა ვერავინ ვერ შეუშალა ხელი მას და რევილიშვილმა მოახერხა ნახტომში ვარდნაში აუძე კუთხურზე გადაეგდო ბურთი რომლის შედეგადაც ვერანაირი ხიფათი ვერ შექმნეს კონტროლებდა სიტუაციას თემურ კეცბაია ჯობდა ალბათ უფრო აქტიურად ეთამაშა ისევ უტევენ ქართველი ფეხბურთელები არაბარ და არტყა კანკაო შორიდან ძლიერი დარტყმა ბურთის დება ეს კარგია უკვე აუცარი შეცდომა და შეტევა კონჩეტევა ისრაელის ნაკრების ფეხბურთელებს და რევილიშვილი გამოვიდა ვერ მიჭდა ბურთში გრძელდება შეტევა ისრაელის ნაკრების დარტყმა კარის მიმართულებით და გადავრჩით ახლა თუმცა ისევ გრძელდება ისრაელის ნაკრების შეტევა ამ ეპიზოდში რაღაც ცოტა დაბნეულები არიან თითქოს ქართველი ფეხბურთელები მარცხენა ფრთიდან ჩაწოდება და ახლა უკვე შვიდად არის ბურთის გამოტანა საჭირო ფერნანდესი თავის სტიქიაში ისევ ქართველი ფეხბურთელები იაშვილი საჯარიმო მოედანზე ძალიან კარგად შევიდა ჩაწოდება თავით ვერ მოახერხეს დარტყმა და ჯარიმა არის და შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში აი ხედავთ სად არის ნეკობიაშვილი საჯარიმოს მისადგომებთან შევიდა საჯარიმოში ცდილობდა თავით ეთამაშა მაგრამ წინ ხელი ჰქონდა გაწეული უბიძგალის ნაკრების ფეხბურთელები აი აქ ძალიან დიდხანს ფლობენ ისინი ბურთს დარტყმა და კიდევ ერთი დარტყმა რევილიშვილის კარის მიმართულებით აქ აი ხა გულისათქმელია ხიზანიშვილი ორთაბრძოლაში შევიდა სად იყო დაუშვილიც იქვე იყო მაგრამ მაინც გამორბენი დარტყმა და გადარჩა საქართველოს ნაკრები ცოტა არ განზრეულა ნუკლირევილიშვილი ამ ეპიზოდში დასრულდა ტელ-ავივში ბლუფილდის სტადიონზე შეხვედრის პირველი ნახევარი პალადაშვილი და გელაშვილი სხედან სკამზე როგორც მოგეხსენება ჯერჯერობით ისინი არ ხურდებიან ისრაელის ნაკრები მეკარე დუდუ ავატე მარჯვენა ფრთაზე თამაშობდა მეორე ნომერი ეს გახლავთ დანი ბონდარი მარცხნივ მეხუთე ნომერი რამი გერშონი პირველ ნახევარშიც აქ უნდა იბრძოლოს მართვალაძემ ბოლომდე ძალიან კარგ სიტუაციაში აღმოჩნდა მაგრამ ვერ მოახერხა საბოლოოდ დარტყმის განხორციელება რასაც ვამბობდი პირველ ტაიმში თამაშგარი ზღვარზეა მუდმივად ოთარ მართვალაძე და ამ სპეციალისტს რომელიც თავისი ცევით უფრო გამოირჩევა მე მგონი ძალიან კარგი ამ ეპიზოდში მართვალაძე უნდა დაარტყა მაგრამ ოდნავ არაზუსტად ხედავთ იაშვილი სად ითხოვდა გადაცემას ალბათ ეს ეპიზოდი შეიძლებოდა აქ ორი ფეხბურთელი შეეჯახა ერთმანეთს მართვალაძე განთავისუფლდა გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე მაგრამ სუსტად დაარტყა აი მეორე ტაიმში უკვე ორჯერ შეექმნა მართვალაძეს ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებით კარგი მომენტი ძლიერი დარტყმა და ბურთის დება კიდევ ერთხელ ძალიან კარგად დაარტყეს ისრაელის ნაკრების ფეხბურთელებმა აუტიდან უნდა მოაწოდონ თემურ ხეცბაია ძალიან იშვიათად გვაჩვენებენ და როდესაც გვაჩვენებენ საკმაოდ შვიდად გამოიყურება ჩეხება ცვლილების შემდეგ ტალბენჰაიმი წინ არის და მეშვიდე ნომერმა დაიწია ბაირამ კაიალმა დაიწია უკან საფათო იერიში ძალიან საფათო იერიშია დარტყმა და გავიდა გოლი 1-0 ისრაელის ნაკრები დაწინაურდა და ლუის ფერნანდესმა გამოიცნო ბრწყინვალედ ცვლილება ტალბენჰაიმი გატანილი გოლის ავტორი ერთ-ერთმა ვერ დააზღო ორივე საყდენი ხედავთ იქვე იმყოფება და სამწუხაროდ აი მე ერთი შეცდომის შედეგად
ძალიან კარგ პოზიციაში აღმოჩნდა ისრაელის ნაკრების ფეხბურთელი. კარგად თამაშა რაფაელოვმა, როგორც დაინახეთ, ზუსტად გადააწოდა ბურთი მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეცვლილ ბენხაიმს და 59 წუთზე გავიდა გოლი. საჯარიმოში ჩაასწრიან ბურთს ქართველი ფეხბურთელები, ჩაწოდება დარტყმა და არა ვერ მოახერხეს ქართველმა ფეხბურთელებმა ამ ეპიზოდში დარტყმა. თუმცა იქ არ ვიცი, საჯის სასტვენი გაისმა ან ჯარიმა იყო ან თამაშგარე. ჯარიმა ჩაასწრიან ახლა ქართველი ფეხბურთელები. მაღალი ჩაწოდება, მეკარე გამოდის, მეკარე შეწვდა ბურთს, შემდეგ გაგრძელება დარტყმა, გოლ! არ არის გოლი, ძალიან კარგი ეპიზოდი იყო, თითქოს ჩანდა რომ ბურთი კარის მიმართულებით მიდიოდა. განმეორებით ვნახავთ ახლა ჩვენ ამ ეპიზოდს კიდევ ერთხელ გამოაქვთ ბურთი მეკარეს ერთი შეხებით დიდი მანძილით ასდა, თუმცა ძალიან ძნელია ალბათ ტელევიზორიდან თამაშის თვალყურის მიდევნება. იქ ჩანდა თითქოს ისე რომ ბურთი მიდიოდა კარის მიმართულებით, ისრაელის ნაკრების უდაოდ გამორჩეული ფეხბურთელი, იგი საფრთხო ერში და არ შეიძლება ასეთი სიტუაციის არ გამოყენება. ახლა რაც შეექმნა დვალიშვილს, გადარჩა ისრაელის ნაკრები და ალბათ ახლა გვაჩუქა ეს წინვალე ეპიზოდი. ნახოთ, გამორბენი ძლიერი დარტყმა, კარში წავიდა ბურთი, მაგრამ მეკარემ მოახერხა. სირაძეა წინ კობიაშვილმა მიიღო ბურთი, კობიაშვილი შორი მანძილიდან დაარტყა და არა ზუსტად. სადაც 84 წუთია დარტყმა და ბურთი სდება მიზანს ამჯერადაც. საერთოდ ვერც ვართმევთ ბურთს მეტოქეს, მთელი უბედურება ეს არის, რომ ძალიან გაუჭირდათ ამ ეპიზოდში ქართველ ფეხბურთელებს მარცხენა ფრთიდან დარტყმა. გადავრჩით ამ ეპიზოდშიც, ვერი გადის გათვლით, რომ თემურ ქეცფაია 10 მოგებული შეხვედრის შემდეგ, 10 წაუგებელი შეხვედრის შემდეგ უკაცრავად აქედან 5 მოგება. ნაკრები, მაგრამ გაისმის. ფრანგი საჯის სასტვენის ხმა და ისრაელის ნაკრებმა შეწყვიტა თემურ ქეცფაია საქართველოს ნაკრების დაუმარცხებელი სერია. 9 ქულა ისრაელის ნაკრებს დაუგროვდა 10, ისევე როგორც აქვს ხორვატებს 11 ქულა აქვს საბერძნეთის ნაკრებს. ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, ბრძოლა უნდა წარიმართოს, ეს ერთი შეცდომა, რომელიც დაუშვეს ქართველმა ფეხბურთელებმა, ეს არ იყო ერთადერთი და დაგემშვიდობოთ, მადლობა გითხრათ ყურადღებისათვის.